ლალი ზურიაშვილი, ზერტის საჯარო სკოლის პედაგოგი უნდა შემოგვერთდეს ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც იმყოფება სწორედ აი იმ აქციაზე, სადაც აპროტესტებენ ამ მოღალატეობრივ განცხადებას გორის საკრებულოს თავმჯდომარის. ქაბატონ ლალი, მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ ჩართვისთვის. ქაბატონ ლალი, პირდაპირ გკითხავთ, რამ ჩაგიყვანათ დღეს გორში, რამ მიგიყვანათ აქციაზე? მოგესალმებით ქალბატონო თამარ, მივესალმები საზოგადოებას, ჩვენს გულწრფელ მაყურებელს. მე ჩამომიყვანა ჩემმა ღირსებამ პირველ რიგში და ჩემმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ, რომელიც ნამდვილად ვერ გავჩერდებოდი სახლში და ვერ უყურებდი ასე გულგრილად, რაც ბატონს არ უწოდებ რაზმაზეც, რაზმაზე გააკეთა ეს განცხადება. არც გამკვირვებია სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ეს უკაცრავად კი ბატონო, გაისწორებს ყურს ახლა ქაბატონ ლალი და ჩვენ განვაგრძობთ მასთან ინტერვიუს. მე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ეს სკოლა, სადაც ქალბატონი ლალი მუშაობს პედაგოგად, მდებარეობს სწორედ იმ საოკუპაციო ზონაში, სადაც ყველაზე კარგად იციან რა ხდებოდა, ყველაზე მძიმედ გამოსცადეს საკუთარ თავზე, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი და ამ ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან მართლაც ის რეალობა, რომლის დამახინჯებასაც ახლა ქართული ოცნება ცდილობს სხვადასხვა მეთოდით და მათ შორის ცდილობს მათივე საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის პირით და კვლავ უბრუნდებით ქალბატონ ლალის. დიახ, ქალბატონ ლალი, გისმენთ. როგორც თქვი ქალბატონო თამარ, ჩემს მაყურებელსაც რა თქმა უნდა მას გაუზიარებ, რომ მე ჩამომიყვანა ჩემმა ღირსებამ და ჩემმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ, რომელიც ნამდვილად ვერ დავჩრებოდი სახლში და რა თქმა უნდა ამას გავაპროტესტებდი. რაზმაძე გამოირჩევა ახლა რომ თავს იმართლებს და თითქოს პირველი შემთხვევაა მისთვის და არ უთქვია, რასაც რა თქმა უნდა დაუჯერებელია და ჩემ პირველმა რესპონდენტმაც თქვა, რომ თუ მართალია მას შეუძლია რომ ამოიღოს ეს მისი ჩანაწერი და მთლიანად საზოგადოებას, ჩვენს ქვეყნის მოსახლეობას გააცნოს, რომ მისი ნათქვამი არ არის, მაგრამ ვიცით რომ ის ნამდვილად ყვინია, იმიტომ რომ არაერთი განცხადებებით, მწვავე განცხადებებით გამოირჩევა. რაზმაძეა ის მოქალაქე, რომელმაც თუნდაც სოფელ კირბაში თამაზ გინტურის მკვლელობის პერიოდში გააკეთა სამარცხვინო განცხადება და თქვა, რომ თურმე დაალევენ მოქალაქეები და რა უნდა დაბორიალობენ თავიანთ მიწაწყალზე, ხო? პირიქით მას მოქალაქეური პასუხისმგებლობა ჰქონდეს, ისინი რუსები დაბორიალობენ ჩვენს მიწაწყალზე და ჩვენს ეკლესიებში. მან პირიქით ჩვენი მოქალაქე თამაზ გინტური დაადანაშაულა საკუთარ მიწაზე, საკუთარ ეკლესიაში სამლოცველოში მისვლის დროს. რაზმაძეს ფაქტიურად სახია ქართული ოცნების და ქართული ოცნების მთავარმა სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილმა იკადრა ის უკადრებელი გორის მოსახლეობას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. სთხოვა და მოსთხოვა, კი არ სთხოვა, მოსთხოვა. და არც არაფერია გასაკვირი, იმიტომ რომ რაზმაძეს თავისი ბიზნეს წილები და ინტერესები აქვს რუსეთში, ვიცით მისი დის და ახლო ოჯახის წევრების საქმიანობა, ამავე დროს ამერიკაში ყავს საკუთარი შვილი გაგზავნილი და რაც ყველაზე ქართული ოცნების ამაზნერი საქციელია საკუთარ იმაში გორის რაიონში, ვიცით რომ მოქალაქეებს აშინებს ომით და ქართული ოცნება მარტო რაზმაძე არა ომით. მე მინდა შეკითხვა დაუსვა, აი აქედან მინდა მომეცა საშუალება და გორის მოსახლეობას უთხრა, რომელ ევროპულ ქვეყანას აქვს ომი და ქონია, აი რაც რა თქმა უნდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ის ქვეყანაა რუსეთი, რომელშიც მიგვაცრევენ და ნამდვილად მე არ მინდა რომ ჩემმა შთამომავლობამ, ჩემმა შვილიშვილებმა იცხოვრონ და გაიხვიწონ რუსეთის შემადგენლობაში. და თუ გონიათ ამ მოგორელებს რომ ომი მაშინ არ ექნება და შვილებს აზრდიან ომისთვის, ძალიან ცდებიან. ფაქტიურად მინდა ჩემს მოსახლეობას გორელებს მოგიწოდოთ, რომ ეს რაღაც უნდა რაღაც ვითომ ხელისუფლება თქვენ გაშინებენ ომით. და ომი ჩემო მოქალაქეებო, ჩემო მოსახლეობაო, ჩემო გორელებო, თქვენ შვილებს გასდით მომავალში ომისთვის.
იმიტომ რომ ჩვენ თუ დაგვტოვა ევროკავშირმა და ჩავიკეტენით თქვენ თუ გონიათ როგორც ახლა ცხინვალის და აფხაზეთის მოქალაქეებს უნდათ ახალგაზრდებს ომი უნდათ და აბან უწავლენ პასპორტებით აქვს ქართული რუსული პასპორტები აქვს დარიგებული და ფაქტურად უნდათ კი არ უნდათ მაგრამ ისინი განაწირულები არიან ომისთვის და აი მინდა ქალბატონო თამარ ვისარგებლოს შემთხვევით და ერთი ფაქტი მოგიყვეთ სრულიად საქართველოს ჩემი მეზობელი არის ცხინვალში გათხოვილი და მისი შვილი ქართველი დედა ყავს და ოსი მამა ყოველ ზაფხულს მოდიოდა ხოლმე მოდიოდა და მთელი ზაფხული ჩვენთან უბანში ქართველებთან იმიტომ ნათესაობაც ქართველები ყავს იზრდებოდა ეს ბავშვი არ ვიცი რა კანონი მიიღეს 2 წელი ამ ბავშვს არ უშვებენ იმიტომ საქართველოს ტერიტორიაზე უკან გააბრუნეს იმიტომ რომ გიწერია ცხინვალიო იცის თუ არა ესა მოქალაქეობა და მოსახლეობა არ ვიცი ცხინვალი თუ ჩვენია მე მიყვით აი ხაფრო დაფიქრდით ესე რომ არ იყვნენ რუსები ბავშვს უწერია მე-10 კლასელი ბიჭია ცხინვალი და მაგიტო არ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე რუსები უწერია და რუსებს უშვებენ ხათო აი დაფიქრდით ესე პირიქით რომ ჩვენია ცხინვალი და ჩვენა ესენი არის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე არ უშვებს საქართველოს ხელისუფლება ამას არ უშვებენ საქართველოს დიახ შარშან გააბრუნეს წელს მარტო დედა ჩამოვიდა და ფაქტურად ეს კავშირი ამ ბავშვთან წყდება მინდა რომ თელმა საქართველოს გაიგოს რომ ეს მომეცა ახლა საშუალება და აუხსნა რომ იმ ბავშვს რადგან ცხინვალში აქვს დაბადება ადგილი ჩაწერილი არ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე შარშან გააბრუნეს ჩვენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსული გააბრუნეს უკან წელს ვერ ჩამოვიდა ბავშვი აი ესენი არიან სუფთა რუსები ხალხი დამიჯერეთ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა გაარუსონ მე ნამდვილად ვერ შევეგუები ქალბატონო თამარ ერთი მოქალაქის სახელით ვიბრძოლებ ბოლომდე მიუხედავად იმისა პედაგოგი ვარ არც მაგათი სამსახურისა მეშინია არც პირველი ვარ ჯერ მოქალაქე და მე ვარ მასწავლებელი და რა თქმა უნდა პედაგოგი და არ ვიცი მე მაგალითად ბრძოლის უკანასკნელს უკამდე ვიბრძოლებ იმიტომ რომ ჩემს შვილებს და ჩემს შვილიშვილები არ დარჩენ და არ ჩარჩენ რუსეთის შემადგენლობაში ქალბატონ ლალე აი უღრმესი მადლობა თქვენ ამ პოზიციისთვის თქვენს უკან ახლა ევროკავშირის დროშა ფრიალებს და თქვენაირი ადამიანები განაპირობებენ იმას რომ მართლა ჩვენი შვილები და ჩვენი შვილიშვილები მომავალი თაობა რუსეთის საზარბაზნე ხორცად კი არ გაიზარდონ სწორედ აი ამ ევროკავშირის ქოლგის ქვეშ ნამდვილ უსაფრთხო და ღირსეულ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ და ბოლოს მოკლედ რომ მითხრათ ქალბატონ ლალი თქვენ ახსენეთ კიდევაც თავადვე ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის და მთლიანად ქართული ოცნების პოლიტიკის გაგრძელება რომ არის ეს ყველაფერი მათ შორის დავით რაზმაძის სიტყვებიც იმიტომ რომ ხან ბოდიშს უხდიან ოკუპანტებს და ხან მადლობებს აი პასუხი თქვენგან ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან როგორი უნდა იყოს რადგან თქვენ ყველაზე უკეთ იცით ვინ მოროდიორობდა ვინ ხოცავდა ჩვენს მოქალაქეებს და ვინ განაგრძობს ახლა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. უწესრიგად პასუხი როგორც გავიგე დიახ პასუხი რა თქმა უნდა გაეცემა ამას ყველაფერს და პასუხის გაცემაც დაიწყო რა თქმა უნდა გახარიას პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია პირადად მეც მივალ საკრებულოს ხდომაზე გამოვცხადდები და ჩემს საქმეს რა თქმა უნდა იქ გავაჟღერებ ჩემი პასუხი იქნება რა თქმა უნდა რასაც ახლა ვამბობ და ვიტყვი კიდევაც რომ ესენი არიან რუსები და არ შეიძლება რომ სათავეში და მართალი არა გვირჩევნია მაგრამ მაინც წარმოადგენენ ვითომ ხელისუფლებას ამიტომ ჩემი პასუხი იქნება მკაცრი ჩემი შესაბამისი და ამას რა თქმა უნდა ჩემი პასუხი იქნება ის გამომდინარე იქიდან რომ თავად ჩავალ და თავად ჩემს საქმეს ვეტყვი ბატონ რაზმაძეს უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალი მადლობა თქვენ ამ პოზიციისთვის ლალი ზურიაშვილი ზერტის საჯარო სკოლის პედაგოგი საუბრობდა გორში გამართული აქციიდან პირდაპირ ეთერში